აუცილებელი და საჭირო სამი ქულა იყო და მოხარული ვარ რომ ეს სამი ქულა ავიღეთ. მახარებს ის ფაქტი რომ დიდი ანგარიშით შევძელით გამარჯვება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება თვითონ თამაშს, მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ლოგიკურია, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით სიტუაციას და ყველაზე კარგი ის არის რომ ეს ჩვენი მესამე თამაში იყო და დღეს უფრო იგრძნობოდა ის შეთამაშება, ის მონახაზი, ის თუნდაც სისტემურობა, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ, თუმცა სამუშაოდ კიდევ ბევრი გვაქვს. და დარწმუნებული ვარ დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო შევთამაშდებით და ანგარიშგადაწევი ძალა გავხდებით. რაც შეეხება უკვე ნოემბრის თამაშებს, ვიცით ძალიან კარგად თუ რა დონის გუნდებს არ მოგვიწევს ნოემბერში თამაში. მომზადებით გავაანალიზებთ ყველაფერს და უდიდესი მნიშვნელობა ექნება თვითონ იმ ფაქტს, რომ ნაკრების კანდიდატები საკუთარ კლუბებში როგორ გამოიშერენ თავს, მე მქონდა ბიჭებთან ამაზე საუბარი. და ყველაზე მთავარი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ლოგიკურია თვითონ ის მდგომარეობაც, რომ სადაც აწუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმყოფება და ლოგიკურია ის ქულათა მარაგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ გამომევარდები და ვიტყვი რომ ახალი გუნდი ვართ, ეს ერთი და მეორე ყველაზე მთავარი ჩვენ ძალიან ხშირად სასურველი რეალობა გონია, ესე არ არის, ეს უნდა აღნიშნოს აუცილებლად და ის ყველაფერი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ თამაში ვართ, თამაში ვრჩებით და დანარჩენი ის რეალობა თუ სად ვყოფებით, ყველაფერი ნოემბერში გამოჩნდება. ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ჩემი სადებიუტო გოლი გავიტანე, მაგრამ რაც თავარია გუნდს დავეხმარე სამი ქულის მოპოვებაში. რთული თამაში გამოდგა მიუხედავად ანგარიშისა, პირველი ტაიმით თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. პირველი ორი თამაში რთული იყო, რადგან ახალი შეკრებილი გუნდი ვიყავით და მწვრთნელის დავალებები ჩემი აზრით ეხა უკვე მესამე თამაშზე საკმაოდ კარგად შევასრულეთ. რაც შეეხება ნოემბრის თამაშებს, ორ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით გერმანიას და საბერძნეთს და მნიშვნელოვანია რომ აქ თამაშისთვის ყველაფერი გურთელი იყოს 100% მზად.